ეს ამ მოვლენებს რომ უყურებ, პირდაპირ გეტყვით, ძალიან მაწუხებს ეს ყველაფერი. განსაკუთრებით რა მაწუხებს იცით? რას დაემსგავსა განსაკუთრებით უნდა ვთქვა ქართველი ახალგაზრდა ქალი. როგორ იქცევიან? ყველა არა, ყველაზე არ ვიცახი. მე აი ქვინს დგას. ეს რა არის? როდისმე გაგიგიათ ქალი, გოგო ქუჩაში იგინებოდეს და თითებს აჩვენებდეს და ილ სიტყვაოდეს, აი ესეთი რამე გაგიგიათ? აი ყოფილა ესეთი რამე? რუსეთს ებრძვიან. 9 აპრილს რო რუსეთს ებრძოდნენ და აი 99 წლის მოვლენების დროს რუსეთს რო ებრძოდა ქართველი ადამიანი, ისეთი ბრძოლაა ეხლა იმასთან ახლოს არის რამე? არა, რა თქმა უნდა. გახსოვთ ერთი ფანჯარა ჩაემტრიოს ვიღაცას? გახსოვთ ერთი აგური აიღოს და აი რომელიმეს თუ გახსოვთ ესეთი რამე? ეხლა ვისაც ეს მოვლენები ახსოვს. ან გახსოვთ მაგინებელი ქალი იქა? ახალგაზრდა გოგოები? აი რომელიმეს თუ გახსოვთ. ან თუნდაც თვითონ 9 აპრილის მერე რო დაიხოცნენ ამდენი ადამიანი, რო დაგვიხოცეს ამდენი ადამიანი, არ დაიხოცენ, დაგვიხოცეს. რუსის ჯარმა ამდენი ადამიანი. გახსოვთ იმის მერე გამწარებული ქართველი გოგო გამოსული მაგინებელი ქუჩაში? ესეთი რამე ყოფილა? არ იყო ესეთი რამე. მაგრამ მაინც გავიმარჯვეთ. რუსეთის იმპერიას ვაჯობეთ. იმიტომ რომ სწორ გზაზე ვიდექით. და სწორად ვიდექით ამ გზაზე. დღეს ეს რა არის? აი გეკითხებით. ეს არის ნათელი მაგალითი. რად უნდათ აქციონ ჩვენი მომავალი. აი ნათელი მაგალითი. ესეთი შვილები გვიყვარდა და ჩვენ აი ეს არის. კაცი და ქალი ერთად განან და ისეთი პირით იგინებიან, ნუ აი რა ვიცი მე. ეხა ის კაცი იმ ქალს პატივს სცემს, გამორიცხული. გამორიცხულია და ამას მიგვაჩვიეს ეს ვითომ არაფერი არ არის. პარლამენტარი ქალები იგინებიან ქუჩაში. ეს მაგარ ბიჭობაა. მე ესეთი საქართველო პირადად არ მინდა. ვფიქრობ, რომ არც ერთ ადამიანს ესეთი საქართველო არ უნდოდეს და ამის წინააღმდეგ ხმა უნდა ამოვიღოთ ჩემის აზრით.